შემდეგ კი თბილისი, რომელიც თბილისობისთვის ემზადება ხვალიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით ჩვენი ქალაქის ძველ უბნებში არაერთი შთამბეჭდავი სანახაობა და ღონისძიება გელით. ავტოშოუ საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა, გამოფენები, ჩაის ფესტივალი, ლიტერატურული კონკურსის გალოს დაჯილდოება და რა თქმა უნდა ტრადიციული საწნახელი. მზადება რიგით 33 თბილისობისთვის, ნახეთ ქეთი ელურიძის სიუჟეტში. ეს არის უძველესი სამკაულის თანამედროვე გადათამაშება, დიზაინი, რომელიც გამოიფინება თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით სურათელეთის დარბაზში. ექსპოზიციისთვის ყველა ნივთი უკვე შერჩეულია. სხვადასხვა ხელოვნების დარგები ერთ ექსპოზიციაში გაერთიანდება და თბილისობის დღესასწაულზე გამოიფინება. ისტორიულ თემატიკაზე შექმნილ ფილმებთან ერთად თბილისობას დამთვალიერებელი სამგანზომილებიან ფოტო გამოფენას და თანამედროვე დიზაინის კოსტუმებზე მორგებულ სამკაულებს იხილავს. გამოფენის ძირითადი კონცეფცია ეს არის ხელოვნებათა სინთეზი, ანუ როგორ შეიძლება სხვადასხვა ხელოვნების დარგების გაერთიანება იმისათვის, რომ მთლიანობაში მოხდეს ერთიანი ემოციური განწყობა ზოგადი საქართველოს ისტორიის. ეს არის სამგანზომილებიანი ფოტო, რომელიც არის პირველად საქართველოში კეთდება და მთელ ამიერკავკასიაში. ეს არის ახალი სიტყვა ფოტოგრაფიაში და რეკლამაში. სამკაული და ისტორია 7 ოქტომბერს ბინას წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დაიდებს. უძველეს ნიმუშებთან ერთად თბილისობის დღესასწაულზე დამთვალიერებელი ქანდაკებებსაც შეხვდება. მე ვფიქრობ, რომ ამ თემატიკას, რისთვისაც არის მოწყობილი ეს ჩვენი გამოფენა, ეხლა შეესაბამება. ამას თავისი ფაქტორით, თავისი ფერით, თემატიკითაც ვფიქრობ, რომ